ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთში, სოფელ ზემო ალმის მიდამოებში. ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა მოხდა. კერძოდ ბახტრიონის აჯანყება. ჩემს უკან თქვენ ხედავთ მთას, სადაც ბახტრიონის ციხესიმაგრე მდებარეობდა. ეს ველი კი ამ აჯანყების ერთ-ერთი უმთავრესი ასპარეზი გახდა. სწორედ აქ მოიპოვეს ქართველებმა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე გამარჯვება. ამ აჯანყებაში მონაწილეობდნენ როგორც კახეთის, ისე ქართლის თავადები და მოსახლეობაც. ყოველს გვსმენია ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა ერისბარგსის ერისთავების, ასევე ზალ არაგვის ერისთავის სახელიც. თუმცა მაინც განსაკუთრებული როლი ჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მკვიდრებს, კერძოდ თუშფშავ ხევსურებს. დღეს მე უფრო მეტად ვისაუბრებ თუშების როლზე. თუშეთი გეოგრაფიულად ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს, თუმცა სამეურნეო ეკონომიკური თვალსაზრისით ის ყოველთვის დაკავშირებული იყო კახეთთან. ამდენად საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ თუშეთი ამ სამეფოს ნაწილი გახდა, ხოლო თუშები ერთგულად ემსახურებდნენ კახეთის მეფეს. ისინი იცავდნენ საქართველოს როგორც ლეკების საფრთხისაგან, ასევე მონაწილეობდნენ ბრძოლებში, რომლებიც იყო ნამდვილად გადარჩენისთვის წარმოებული სამხედრო მოქმედებები ოსმალებისა და განსაკუთრებით ყიყილზილბაშების წინააღმდეგ. სანაცვლოდ კახეთის სამეფო კარი ყველანაირად ცდილობდა, რომ დაეჯილდოვებინა თუშები და მათი ერთგულება სამუდამო გაეხადა. სწორედ ამიტომ ისინი სარგებლობდნენ მთელი რიგი პრივილეგიებით და მათ შორის ეძებოდათ საშუალება, რომ გამოეყენებინათ კახეთის მდიდარი საძოვრები. მე-17 საუკუნე კახეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. სწორედ ამ დროს ირანის შაჰებმა განიზრახეს, რომ კახეთი როგორც ასეთი საერთოდ გაენადგურებინათ, ხოლო აქ მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობა ან სრულად დაემორჩილებინათ და ეტაპობრივად გაემუსლებინათ, ანაც გადაესახლებინათ. თავისთავად ცხადია, კახეთის სამეფო კარი წინააღმდეგობას უწევდა ირანელთა ამ მცდელობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სეფიანების ეს პოლიტიკა განადგურების საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ კახეთს, არამედ ახლოს მდებარე მთიან რეგიონებსაც, თუშეთს, ფშავსა და ხევსურეთს, რადგან კახეთის გარეშე მათი არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენთვის ყოველთვის კარგად არის ცნობილი შაჰაბას პირველი სახელი. სწორედ მან 1697 წლებში 4-ჯერ ილაშქრა კახეთში და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ან დახოცა ან წვეთ წაასხა. მაგრამ არანაკლებად ვერაგი იყო შაჰაბას მეორე, მისი შვილთაშვილი, რომელიც მე-17 საუკუნის შუახანებში მმართველობდა. 1648 წელს თეიმურაზ პირველმა საბოლოოდ დაკარგა კახეთის ტახტი. ბრძოლაში დაიღუპა მისი ვაჟიც, უფლისწული დავითი. რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთი ქართლის გამუსლიმებული მეფის როსტომის ხელში იყო, თუმცა 1650-იან წლებში შაჰაბას მეორემ გადაწყვიტა კახეთის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა და დაიწყო ათასობით თურქმანის ჩამოსახლება ალაზნის ველზე. ამას ცხადია მოყვა ქართული მოსახლეობის ძლიერი შევიწროება. აღშფოთდნენ ქართველი მთიელებიც. ყიზილბაშებმა კარგად იცოდნენ ქართველების დამოკიდებულების შესახებ. სწორედ ამიტომ აქ მდებარე ზოგიერთი პუნქტი ძლიერ გაამაგრეს. ბახტრიონი, ალავერდის ტაძარი და ასევე ყარაღაჯი უფრო სამხრეთით, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორიაზე, მათ უმთავრეს საყრდენ პუნქტებად გადაიქცა კახეთში. სწორედ აქედან აკონტროლებდნენ ისინი მთელ რეგიონს და ახორციელებდნენ ეთნოდემოგრაფიულ ექსპანსიას. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ, ყიზილბაშებმა მაინც ვერ აიცილეს თავიდან ქართველების აჯანყება. 1659 წელს მოხდა ბახტრიონის ცნობილი ამბოხი, რომელშიც გადამწყვეტი როლი სწორედ მთიელებმა შეასრულეს.